გამარჯობა ძვირფასო მსმენელებო, ეთერში არის პრაქტიკული ფილოსოფია და მე მისი წამყვანი ნინო. და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ორი არკანი, ეს არის მაგი და ეს არის უმაღლესი ქურუმი ქალი. საერთოდ მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ეს ორი არკანი ჩამეწერა ერთად თუ ჩამეწერა ცალ-ცალკე და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩამეწერა ყველაფერი ერთად. და რატომ? იმიტომ რომ ეს ორი არკანი ისე კარგად ავსებს ერთმანეთს. როგორც შეიძლება თქვას პური და კარაკი, ანუ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. ტაროლოგები ამბობენ, რომ ეს არის ზეციური მშობლები. აი ამ ჩვენი პირველი არ შეიძლება ითქვას, ნულოვანი არკანის, რომელიც არის სულელი. ეს სულელი წარმოადგენს ახალდაბადებული ადამიანის სულს, ანუ ბავშვის სულს, რომელიც მოდის ამ პლანეტაზე, რომ საერთოდ გაიცნოს ცხოვრება. ხოლო ეს ორი არკანი კიდე წარმოადგენს მის ზეციურ მშობლებს. ეხლა ზეციური მშობელი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემის აზრით, იმიტომ რომ რეალურად ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით ჩვენ გვყავს ყველას მხოლოდ ერთი მშობელი, რომელიც არის მამა ღმერთი. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეს მშობლები იგულისხმება როგორც ორი ენერგია, რომლის გარეთ შედგება აბსოლუტურად ყველაფერი დედამიწის ზურგზე და არა მხოლოდ დედამიწის ზურგზე, აქ საუბარი არის პლანეტარულ სხეულებზე და საერთოდ აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც კი ჩვენ გარშემო გვახვევია. ეს ორი ენერგია არის მამაკაცური ენერგია და ქალური ენერგია. სხვანაირად, სხვა ფილოსოფიის მიხედვით შეიძლება მათ უწოდოთ ინი და იენი, რომლებიც აბსოლუტურად ავსებენ ერთმანეთს, თქვენ ალბათ გახსოვთ ესეთი სიმბოლიკა, ინის და იენის სიმბოლიკა. ავსებენ ერთმანეთს და ერთი მეორეში გადადიან. ძალიან ბევრ ენაში აბსოლუტურად ყველა ცხოველს, ყველა ცოცხალ არსებას თუ უსულო არსებას აქვს გარკვეული სქესი. აი რუსულში მაგალითად ესეა, იტალიურიც ვიცი მაგალითად მე და ვიცი რომ იტალიურში ესეა. ქართულ ენაში ესე არ არის, მაგრამ ქართულ ენაში მაგალითად აი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე წინასწარ დამატებული აქვს ანუ არსებით სახელს ეგრეთ ვთქვათ მამა და დედა. ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც არის მაგალითად მამა ღმერთი, დედა ბუნება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს აქვს მამრობითი ბუნება, უმეტესად ღმერთში არის მამაკაცური ენერგია, ყოველ შემთხვევაში ესე თვლიდნენ ქართველები ალბათ, რახან ისე უწოდებდნენ და ბუნებაში უფრო მეტად არის მდედრობითი ენერგია. ასე რომ ცოტათი ეგრე ვთქვათ, ქართველებიც კი იზიარებდნენ ამ თეორიას. ხო, კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდა. გარდა იმისა, რომ ამ ენერგიისგან შედგება აბსოლუტურად ყველა არსება დედამიწის ზურგზე, ამ ენერგიისგან შედგება ჩვენი გონება. და ეს ორი ენერგია ასევე წარმოადგენს სამყაროს ქმნილების ორ სხვადასხვა ინსტრუმენტს. ეხლა ძალიან ხმამაღალი სიტყვების ვლაპარაკობ მე და მოდით დამიგდეთ ყური, აი უფრო დაწვრილებით აგიხსნით რაშია საქმე. ანუ ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით ჩვენი გონებით და ჩვენი ფიქრებით ვქმნით ჩვენს მომავალს, ხომ? ქრისტიანულ რელიგიაშიც ესე არის, რომ თქვა ღმერთმა და გაიყო სინათლე სიბნელისგან. თქვა ღმერთმა და შეიქმნა პლანეტები, ვარსკვლავები და ასე შემდეგ, ხო? 7 დღეღამეში შექმნა ღმერთმა დედამიწა, ხო? მაგრამ პირველი იყო სიტყვა. საერთოდ ძველი აღქმა ესე იწყება, რომ პირველი იყო სიტყვა და ტაროს კარტის მიხედვითაც ესე არის. ანუ ყველა სიტყვა, ყველა აზრი საერთოდ ამ სამყაროში ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით წარმოადგენს ენერგიას. იმიტომ რომ ტაროს კარტის ფილოსოფიით ჩვენ ცხოვრობთ ენერგიულ სამყაროში. ჩვენ ერთმანეთთან ვურთიერთობთ ენერგიებით, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მას აქვს ვიღაცას აქვს ძალიან კარგი ენერგია, ძალიან ცუდი ენერგია, კარგი ენერგეტიკა, ცუდი ენერგეტიკა. ჩვენთვის ეს უცნობი არ არის, ეგრე ვთქვათ და ასევე ჩვენი ენერგიის დანახვა შეიძლება თუ რეალურად გადავუღებთ სურათს ჩვენს აურას. ჩვენი აურა რეალურად იცვლის ფერს, ხდება წითელი, მწვანე და ასე შემდეგ, იმის მიხედვით თუ რა ემოციებს გამოხატავს ადამიანი. ანუ გამოდის, რომ ყველა იდეა არის შესაბამისი ენერგია. შემდეგ არის ესეთი თეორია, რომ რახან პირველი იყო სიტყვა, პირველი იყო იდეა, ხოლო ღმერთმა კი შექმნა ადამიანი თავის მსგავსად,
ანუ მსგავსად და ხატად თავისი თავისა, ბიბლიაც ესე იძახის, გამოდის, რომ თუ ღმერთს შეუძლია სამყაროს შექმნა გარკვეული იდეით, ანუ ენერგიებით, ეგრე ვთქვათ, ხო იდეა, ხო ენერგია. მაშინ გამომდინარეობს, რომ ჩვენც შეგვიძლია ღმერთის მსგავსად, რახან მისი მსგავსი ვართ, შევქმნათ ეს სამყარო ჩვენი იდეებით, ჩვენი ენერგიებით. ითვლება, რომ ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას იდეებით, ტაროს კარტის მიხედვით, ჩვენი ფიქრებით, სხვანაირად რო ითქვას. ანუ რაზეც მუდმივად ვფიქრობთ, ის მატერიალიზდება ჩვენს ცხოვრებაში. რისიც გვეშინია, რაც გვინდა, მოკლედ, რაც გვჯერა. მიუხედავად იმისა, ეს დადებითი არის თუ უარყოფითი არის, ის მატერიალიზდება ჩვენს ცხოვრებაში, გესმით? ანუ შეიძლება რაღაცის მატერიალიზაცია არ გვინდოდეს, მაგრამ გვჯეროდეს, რომ ნუ სხვანაირად არ გამოვა. წუდი ანუ შედეგი უნდა იყოს და შესაბამისად ჩვენს ცხოვრებაში არის კიდეც ცუდი შედეგი. ხოლო თუ გჯერა დადებით ის, რა თქმა უნდა, ყველაფერი მატერიალიზდება დადებით დონეზე. ხოლო ეს ორი ენერგია ასევე წარმოადგენს ჩვენი მენტალობის ორ სხვადასხვა მხარეს. ანუ ჩვენი გონების ორ სხვადასხვა მხარეს და შესაბამისად იმ ორ სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომლითაც ღმერთიც ქმნის ამ სამყაროს და ჩვენ თვითონაც ქმნით ამ სამყაროს. ანუ რეალურად მამაკაცური ენერგია წარმოადგენს ჩვენი ტვინის აქტიურ ნაწილს, ხოლო ქალური ენერგია კი წარმოადგენს ჩვენს ეგრეთ წოდებულ ქვეცნობიერს და ჩვენი გონების პასიურ ნაწილს, რომელიც მიმართულია დასვენებისკენ. მამაკაცური ენერგია არის ექსტრავერტული ენერგია, მიმართულია საქმის კეთებისკენ, საქმეზე ორიენტაციისკენ და მასზე აქტიურად მუშაობისკენ, ხო? და ქალური ენერგია მიმართულია უფრო დასვენებისკენ, სიამონების მიღებისკენ. ქალური ენერგია თვითონ არაფერს არ ქმნის. ის უბრალოდ ისვენებს და იღებს. გესმით? ქალური ენერგია არის აბსოლუტურად პასიური ენერგია და ის უფრო მიმართულია არა აქტივობისკენ, არამედ გრძნობისკენ. მოდით უფრო დაწვრილებით ავხსნათ ეს ყველაფერი. დავიწყოთ ჯერ მამაკაცური ენერგიით, რომელიც წარმოდგენილია მაგით, ხო? ეხლა ცოტა არ იყოს ბანალურ რაღაცებზე ვისაუბრებ, ბანალურ მაგალითებს მოვიყვან, მაგრამ რაც უფრო მარტივი იქნება მაგალითი, მით უფრო უკეთესად გავიგებთ ჩვენ ყველაფერს, ხო? ანუ წარმოდგინეთ ის ძველი დრო, რომელსაც ჩვენ ყველანი გვეუბნებიან ჩვენი ისტორიკოსები, რომ ანუ როდესაც ვითარდებოდა მამაკაცი და ქალი და მათი საზოგადოებრივი წყობა, მამაკაცები დაკავებულები იყვნენ ნადირობით, ხოლო ქალბატონები დაკავებული იყვნენ ბავშვების აღზრდით და შემგროვებული საქმიანობით, ხო? დაუშვათ არის ესეთი სიტუაცია, მამაკაცის საქმე არის, რომ დაეწიოს რომელიღაცა ცხოველს და მოკლას ის. ამ შემთხვევაში მთლიანად მუშაობს მამაკაცური ენერგია. ანუ მამაკაცური ენერგია არ არის ემოციური. ამას არ აქვს ემოცია. მამაკაცურმა ენერგიამ იცის მიზანი, იცის რომ ამ მიზანს უნდა მიაღწიოს ყველაფრის ფასად, ანუ ხედავ მიზანს, ვერ ხედავ წინააღმდეგობებს. აი ეს ყველაფერი არის მამაკაცური ენერგია. და მას არ აქვს საფიქრალი დრო, იმისთვისაც კი ეს მიზანი გამოვა თუ არ გამოვა. ანუ ამ მიზნის აღსრულება შესაძლებელია თუ არა ის შესაძლებელი. მან იცის რომ მან ეს უნდა გააკეთოს და ის ამას აკეთებს. ანუ თეორიულად რო ვთქვათ, აი ჩვენ მაგალითში მამაკაც არანაირი დრო არ აქვს იმისთვის რომ დაფიქრდეს რომ ის ცხოველია, ის საცოდავია თუ არ არის საცოდავი, მე რომ მოვკლავ, ხო? ან რომელი მხრიდან მოუდგე, აქედან გავეკიდო, იქიდან გავეკიდო და ასე შემდეგ. მას არც ალი ამ ყველაფრისთვის, მან იცის რომ ცხოველს უნდა გაეკიდოს და ის მისდევს აი ამ ცხოველს. ქალური ენერგია კიდე მიმართულია აბსოლუტურად სხვა კუთხით. ანუ ქალური ენერგია ამ დროს ქალები დარჩენილი არიან თავიანთ ულამაზეს გამოქვაბულებში, არც ვიცი რატო თქვი სიტყვა ულამაზეს, ბავშვებთან ერთად, ანუ ისინი აჭმევენ ბავშვებს, ისინი უზიარებენ ერთმანეთს ისტორიებს, ისინი შემგროვებული საქმიანობით არიან დაკავებულები და ასე შემდეგ. ქალური ენერგია მთლიანად არის ემოციური. საერთოდ ქალი შექმნილი არის იმისთვის, რომ მან იგრძნოს. ანუ ყველაფერი არსებობს ესეთი თეორია, ხო? არსებობს ქალური ინსტინქტი, ან დედობრივი ინსტინქტი, ხო? არავინ არ ამბობს, რომ არსებობს მამობრივი ინსტინქტი. მამობრივი ინსტინქტი არ არსებობს. როგორც ეგეთი მამობრივი ინსტინქტი, ბუნებრივად მამობრივი სიყვარული ჩვენთვის ან ჩვენ ფსიქოლოგიაში არ არის ჯერჯერობით აღწერილი. მამაკაც ტვინით ესმის, თავშოთ რომ ეს ბავშვი მისია და შესაბამისად მასზე უნდა იზრუნოს.
და ზრუნავს მასზე. ანუ ინსტინქტი არ აქვს. მხოლოდ გონებით შეიძლება ამას ჩაწვდეს თავისი გონიერებით და ასე შემდეგ. ანუ ქალური ენერგია მთლიანად არის ემოციური, ქალური ენერგია არის ამ შემთხვევაში პასიური, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? ის რეალურად არ შრომობს თავისი ოჯახის გამოსაკვებად, ამისთვის ელოდება მამაკაცის მიერ მოპოვებულ რაღაც გარკვეულ ნადავს, ხო? და ის უფრო პასიურად აკეთებს საქმეებს, დაუშვათ აკეთებს საჭმელს, იქ რაღაც შემგროვებული საქმიანობით არის დაკავებული. ანუ აქვთ მათ უფრო აქტიურად გამოხატული, ანუ ხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ, სიკეთე, ანუ ქალები უვლიან ერთმანეთის ბავშვებს. და ესეც უნდა იყოს, ანუ პირველყოფილი ადამიანის მაგალითზე ფაქტიურად აუხსენი ეს ორი ენერგია როგორ ჩამოყალიბდა, ხო? აი მე ვთქვი ესეთი რაღაცა, რომ მამაკაცური ენერგია მიმართულია მიზნისკენ, ხოლო ქალური ენერგია მიმართულია ემოციისკენ. სიყვარული ასევე არის ემოცია. სიყვარული არ არის მიზანი. სიყვარული არის ემოცია. შესაბამისად, სიყვარული, თანაგზნობა, მხარდაჭერა, იგივე ძალიან გამრისხანება, ანუ ემოციურად რო გარისხდება ადამიანი, ეს ყველაფერი ქალურ ენერგიას წარმოადგენს. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ არც ერთი ადამიანი და არც ერთი სულიერი არსება დედამიწის ზურგზე არ იზიარებს მთლიანად არც მამაკაცურ ენერგიას და არც ქალურ ენერგიას. ანუ მამაკაცი აბსოლუტურად არ შედგება მამაკაცური ენერგიისგან. მასში რაღაც რაოდენობით არის ქალური ენერგია აუცილებლად. მამაკაცი რომ შედგებოდეს მთლიანად მამაკაცური ენერგიისგან, მას არ ეცოდინებოდა რა არის სიყვარული. ის არ იქნებოდა მოსიყვარულე. როდესაც მამაკაცი არის მოსიყვარულე, მზრუნველი, მზრუნავს თავის ოჯახზე, მასში ფუნქციონირებს ქალური ენერგია. და შესაბამისად არსებობენ ქალბატონები, რომელსაც ისეთი ორგანიზაცია აქვს, ეგრევე ვთქვათ, და ისეთი ნიჭი აქვთ, რომ მართონ რაღაც საქმეები, რაღაც სიტუაციები, რომ მამაკაცაც კი შეშურდება. ანუ არსებობენ ქალები, რომშიც ძალიან დიდი რაოდენობით არის მოზღვევებული მამაკაცური ენერგია. არსებობენ ასევე ქალები, რომლისთვისაც ოჯახი არ არის საინტერესო აბსოლუტურად. ისინი არიან ძალიან კარგი და წარმატებული ბიზნესმენები, მათ ყოველთვის უყვართ რაღაც ახალი რაღაცების კეთება და ასევე ზოგიერთი ქალი ასევე დაკავებულია სახელმწიფო საქმიანობითაც, ხო? ანუ შეიძლება ოჯახი არ ყავდეს, მაგრამ ძალიან აინტერესებოდეს ქვეყანაში რა ხდება და ძალიან დიდ ენერგიას უთმობდეს აი ამ ყველაფერს, გესმით? ანუ რეალურად აი ამ ორი ენერგიის მიქსი ვართ ჩვენ ყველანი, ყველა ცხოველი, ყველა მცენარე და ასე შემდეგ. კიდევ უფრო მეცაც გეტყვით. ამ ორი ენერგიის რეალურად გაგებით თქვენ შეძლებთ უკეთესად გაიგოთ ადამიანების ფსიქოტიპები. იმიტომ რომ მოგვიანებით მე თქვენ აქ იხწერთ, ეხაც მაქვს დადებული პატარა ვიდეო, არ ვიცი როგორ წოდა პატარა, მისი ხანგრძლივობა არის საათზე მეტი, მამაკაცები ტაროს კარტის მიხედვით და ქალები ტაროს კარტის მიხედვით. და იქ წარმოდგენილი არის 4 ტიპის ფსიქოტიპი, 4-ვე ტიპის ადამიანი შედგება რაღაც რაოდენობით მამაკაცური ენერგიისგან და ქალური ენერგიისგან. და თუ რამდენი რაოდენობით და რამდენი პროპორციით არის მასში მამაკაცური და ქალური ენერგია, რეალურად ეს ყველაფერი ქმნის 4 ტიპის ფსიქოტიპს ადამიანებისა, ხო? ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს მართლაც აქვს 4 ტიპის ფსიქოტიპი, როგორც ტაროს კარტს. ანუ ფსიქოლოგები თვლიან, რომ არსებობენ ამ ქვეყანაზე ფლეგმატიკები, სანგვინიკები, ხოლერიკები და მელანხოლიკები. ხოლო ტაროს კარტის მიხედვით კიდე ანალოგიური ადამიანები არიან მიწის სტიქიის მატარებლები, წყლის სტიქიის მატარებლები, ანუ მიწის სტიქიის მატარებლები არიან, ორი სიტყვით გეტყვით, მატერიალისტები, წყლის სტიქიის მატარებლები არიან ემოციურები, ცეცხლის სტიქიის მატარებლები არიან ადამიანები, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოქმედება და ჰაერის სტიქიის მატარებლები არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ და თავისიან ცხოვრებას უძღვნიან რაღაც გარკვეული აზრების ჩამოყალიბებას. და რეალურად, აი თუ თქვენ რეალურად გაითავისებთ ამ სხვადასხვა ენერგიას, თქვენ გაითავისებთ თუ აი რატო არიან ეს ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. და შესაბამისად, თუ გეცოდინებათ კარგად ყოველი ტიპის ადამიანი, ზუსტად გეცოდინებათ თუ ვის რას უნდა მოელოდოთ და თუ ასევე თქვენ მიაკუთვნებთ თქვენ თავს რომელიმე ტიპს, გეცოდინებათ თუ რას უნდა მოელოდოთ საკუთარი თავისგან და რა უნდა აკეთოთ ცხოვრებაში, რომ იგრძნოთ თავი აბსოლუტურად რეალიზებულად და ფუჭად არ დახარჯოთ თქვენი ცხოვრება.
ესმით? ანუ ამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი ენერგია. ახლა მოდით შევხედოთ ამ ორ ენერგიას, როგორც ეგრე ვთქვათ, სამყაროს შემქმნელ რაღაც მექანიზმს. ანუ ჩვენს გონებას. ანუ ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით სამყარო იქმნება ჩვენი გონებით, ხო, ჩვენი ფსიქიკით. ეს მამაკაცური ენერგია, როგორც თქვი, არის აქტიური ენერგია. ეს არის ჩვენი გონების აქტიური ნაწილი. აი რეალურად რო წარმოვიდგინოთ მამაკაცური ენერგია, შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც თამაშობს კომპიუტერს, ანუ თამაშობს, ხო? პირველ რიგში ამ ტაროს კარტს შეუძლია კონცენტრაცია, ძალიან კარგი კონცენტრაციის უნარია აქვს. ან წარმოვიდგინეთ ადამიანი თუ არ კონცენტრირდა იმ თამაშზე, რასაც თამაშობს, თამაში წაგებული იქნება. აქ ჩართული არის გონება. სხვა შორის ეს 4 ელემენტი, რომელიც მას მაგიდაზე უდევს, განსახიერებს ადამიანის 4 ელემენტს, რომელიც მე აგიხწერეთ. აქ ჩართული არის გონება, აქ არის ჩართული მოქმედება, ფსიქიკა, ცეცხლის სტიქია, აქ არის ჩართული ემოცია და აქ არის ჩართული ასევე ფიზიკური სხეული, ანუ ფიზიკურად სხეულით მამაკაცი მოძრაობს და შესაბამისად თამაშობს კომპიუტერის თამაშს. ხოლო როდის არის ქალური ენერგია აქტიური ჩვენს შემთხვევაში? ქალური ენერგია აქტიურია მასში, როდესაც ჩვენ ვიძინებთ, ან ვიღვიძებთ, ან როდესაც ჩვენ ვართ ძილ ბურანში, როდესაც ჩვენ ვისვენებთ, როდესაც გონება პასიურია, როდესაც ჩვენ ვართ მედიტაციაში, როდესაც ჩვენ ვასრულებთ არაგონებრივ საქმიანობას, დავშეთ შეიძლება ცეკვავდეთ, ანუ ოღონდ ისეთი ცეკვა კი არა, როდესაც თქვენ ნაბიჯებს ითვლით. თუ თქვენ ნაბიჯებს ითვლით, მაშინ ეს არის თქვენი საქმე, მამაკაცურ ენერგიაში ხართ. თუ უბრალოდ მუსიკას მიყვებით და აი ეგრე ვთქვათ, ისვენებთ თქვენი ცეკვის დროს და ასე შემდეგ, მაშინ ეს უკვე არის ქალური ენერგია. ხო, როდესაც ვუსმენთ მუსიკას, როდესაც ჩართულია ჩვენი წარმოსახვა, ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უსმენთ რაღაც მუსიკას და სხვადასხვა იმიჯები თქვენს გონებაში იხატება. ეს ყველაფერი არის ქალური ენერგია. ქალური ენერგია გულისხმობს იმას, ანუ მამაკაცური ენერგია თუ გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გააკეთოს საქმე, ანუ დაეჭიროს რაღაც ხოლს და მოკლას ის რა, უხეშად რო ვთქვათ. ქალური ენერგია გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი გაკეთდება თავისით. ანუ ვიღაცა გააკეთებს თქვენ საქმეს, გესმით? ანუ როდესაც თქვენ ხართ ქალურ ენერგიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ დასველებული და ვიღაცა თქვენს მაგივრად აკეთებს საქმეს. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეუღლე, ეს შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული საზოგადოება, ეს შეიძლება იყოს თვითონ ღმერთი, გესმით? ეხლა ფიქრების დონეზე, როდესაც მე დავუშვათ რაღაცას აქტიურად ვფიქრობ, აი დავუშვათ მე ვსწავლობ ენას, ხო? მე მაგალითად მე თვითონ ვისწავლე ენა, ინგლისური ენა, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთად სასწავლებლად, ხო? როდესაც მე ამ ენას ვსწავლობდი, მე მუდმივად ვაკეთებდი ერთი და იგივე მოქმედებას. ყოველთვის ვიმეორებდი ყოველდღიურად ერთდროულად და ვიყავი ძალიან კონცენტრირებული ამ საქმეზე. მე მქონდა მიზანი, მე ვერ ხედავდი უკან დასახევ გზას, მე არ მქონდა დრო საფიქრელად, გამომივიდო და ეს არ გამომივიდო და ჩავაბარებდი TOEFL-ს, ვერ ჩავაბარებდი, მივიღებდი თუ არა დაფინანსებას, არა. მე იმდენად მინდოდა წასვლა, რომ ჩემთვის ფაქტიურად არაფერი არ იყო ჩემი მიზნის გარდა. მე მუდმივად, ანუ ჩემი გონებით მივიდოდი წინ ყოველ დღე ნაბიჯ და საბოლოო ჯამში მივაღწიე მიზანს, ანუ მე ამითი შევარსული მამაკაცური ენერგია. მაგალითად, ქალური ენერგია როდის მატერიალიზდა ჩემს ცხოვრებაში, შემიძლია თქვა ესეთი იდეა, რომ ერთხელ ვიყავი ჩემს სოფელში, საერთოდ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ბორჯომის ხეობაში მაქვს სოფელი და რაღაც ჩემს ფიქრებს ვიწერდი. სხვა შორის აი თქვენი ფიქრების ჩაწერა, რაღაც პასიურად თქვენ ფიქრებზე დაკვირვება, ასევე ქალური ენერგია არის, საკუთარ თავზე დაკვირვება. უფრო ინტრავერტულია ქალური ენერგია, ხო? ანუ ვიწერდი ჩემს ფიქრებს და უცებ აი ამ თვითონ ტაროს კარტის ფილოსოფიაც ძალიან მიცვლის მე ტვინს, ანუ ძალიან ძლიერი ფილოსოფია, ძალას მაძლევს მე ეგრე ვთქვათ რა. და აი ამ ტაროს კარტის შესახებ ასევე ვიწერდი აი ამ თეორიებს, როგორი შეიქმნა სამყარო და ასე შემდეგ და უბრალოდ შევედი ისეთ იდეაში, ანუ მე და მეუღლე ისეთი იდეა, რომ უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამ სამყაროში არსებობს ღმერთი და ყველაფერი ჩემს გარშემო, ანუ არის მიხედილი, ანუ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში არის და იქნება მიხედილი, რომ ჩვენთვის ღმერთს აქვს საუკეთესო სცენარი, ეგრე ვთქვათ. და აი ამ ფიქრების შედეგად გადავედი რაღაც ტრანსში და თან ვუსმენდი რაღაც არაჩვეულებრივ მუსიკებს. ძალიან მიყვარს 70-იანი წლების როკი, თან ცოტა ისეთი წყნარი მელოდიური როკი და
რაღაცა მშვენიერი პლეილისტი მქონდა და ჰამაკში ვიყავი და ძალიან დიდი საათების განმავლობაში გავატარე ტრანსში. და მომივიდა ისეთი იდეა, რომელიც ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა და მართლაც მივხვდი, რომ მე მართლაც არა ვარ მარტო. ეხლა მე ამ იდეის დეტალებს არ გავაშხირებ, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება კიდე ცალკე ვიდეო ჩაიწეროს, გესმით? ანუ მე ფაქტიურად მივიღე ზემოდან მესიჯი თუ როგორ მემოქმედა კონკრეტულ სიტუაციაში, რაღაც ჩემ სიტუაცია ცხოვრებასთან დაკავშირებით. ანუ ამ დროს, აი ამ დასვენებულ დროს მე ვიყავი ქალურ ენერგიაში. საერთოდ ძალიან ფრთხილად იყავით დაუფიქრდით იმ აზრებს, რომლებიც თქვენ თავში მოგდით, მაშინ, როდესაც თქვენ რაღაც კონკრეტულ საკითხზე არ ფიქრობთ. მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ რაღაცა რეცეპტზე და დრუგ იდეა მოგივათ, როგორ გაუმჯობესოთ ეს რეცეპტი, ხო? მაშინ გამოდის, რომ ეს იდეა თქვენია რა მეტნაკლებად, მაგრამ თუ უბრალოდ წამოწოლილი ხართ ისვენებთ და რაღაც მნიშვნელოვანი იდეა მოგივიდა თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს იდეა გამოგზავნილი იყოს თქვენთვის ზემოდან. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დაუთმოთ თქვენს თავს გარკვეული დრო, რომ თქვენ რეალურად დაისვენოთ, რაც შეიძლება ბევრი. არ ვიცი, როგორი ფორმით არის თქვენთვის დასვენება მისაღები. მე მაგალითად დასვენების რამოდენიმე ფორმა შემიძლია მხოლოდ ერთი მუსიკის მოსმენა, მეორე ბუნებაში წასვლა და მესამე ცეკვა. ანუ ეს არის ჩემთვის სვიტოე. ყოველდღე რაღაც პერიოდი გავდივარ გარეთ, თორე ისე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება და ძალიან დიდ დროს ვატარებ მარტო. ძალიან მეხმარება ეს ცხოვრებაში, ანუ გეგმავ ჩემ ცხოვრებას, ვოცნებობ, აი ეს ყველაფერი არის ქალური ენერგია. ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც დომინირებს მამაკაცური ენერგია. ანუ რეალურად რომ დავფიქრდეთ, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მთელი ქვეყნები, სადაც დომინირებს მამაკაცური ენერგია, სადაც დომინირებს ქალური ენერგია. მაგალითად, აი ამერიკა, ხო? ყველას გვინახი ამერიკულ ფილმებში. მე შენ გიჩივლებ ის ყველაფერი, ანუ ყველაფერი იქ წდება რა საკითხები წდება დაუშვათ სასამართლოს დონეზე კანონების მიხედვით იქ პატივსცემენ მიზანდასახულობას თვლიან რომ ანუ ყველა უნდა იყოს ანუ უნდა იყოს მიზანდასახული და მიაღწიო რაღაცა მიზანს თუ არა და ხარ ლუზერი და წაგებული ადამიანი რომელიც ხელმოწარული ადამიანი ცხოვრებაში ხო აი დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის დიდი წილი ქვეყნები ჩრდილოეთ ევროპის ხელი გავკაი რაღაცას. ჩრდილოეთ ევროპის დიდი წილი ქვეყნები არის მამაკაცურ ენერგიაში. ხოლო ქალურ ენერგიაში არის აღმოსავლეთი, ინდოეთი, მაგალითად, ინდოეთი, მედიტაცია, ესეთი დასვენება, მე ყველაფერი იქნება, მე შემდეგ რეინკარნაციაში მე ვიქნები მდიდარი და ეხლა კიდე დავისვენებ როგორც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ვარ და ფეხსაცმელიც კი არ მაცვია ფეხზე. ეხლა მაინც დავისვენებ და შემდეგ რეინკარნაციაში ვიქნები მდიდარი. აი ეს ყველა თეორია არის ქალური ენერგია. როგორ გონიათ, საქართველოს უმეტესად მამაკაცურ ენერგიაშია თუ ქალურ ენერგიაშია? გამოყავით თქვენთვის დრო და გაიცით ამაზე პასუხი. და მე კიდე ეხლა გეტყვით ჩემი აზრით საქართველოს ქალური ენერგია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ემოციურები, ყველაფერს ვაკეთებთ ემოციით, დაუგეგმავად ანუ ეგრეთ ვთქვათ მართველი ჩვენ სახელმწიფოს მართველებიც ემოციის შედეგად მოგვყავს შეიძლება ზედმეტადაც არ უფიქრდებით რისი მომტანი შეიძლება იყოს გარკვეული მმართველის არჩევა და მე ისევე ემოციის გზით გადავირჩევთ ხოლმე და ადრე ჩვენთან იყო ხელების მოჭრა მთაში და ასე შემდეგ ანუ სისხლის აღება ეს ყველაფერი ქალური ენერგია, ეს ყველაფერი არის დაფუძნებული ემოციებზე, ხო? კარგით, მე ცოტა განათება შევცვალე, იმედია ესე უკეთესია, დარწმუნებული ვარ, რომ ესე უკეთესია. განიხილოთ ჯერჯერობით არკანი მაგი და უშუალოდ რა მოხდება, როდესაც ჩვენ ტაროს კარტში ამოგვდის ეს არკანი. განიხილოთ ჩვენ ესეთი უსაყვარლესი ყმაწვილი ჯერ. ანუ ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთი ხელი აშვერილი აქვს ზემოთ და მეორე ხელი გაშვერილი აქვს ქვემოთ. ხელში უჭირავს კვერთხი. ეს კვერთხი არის განსაზღვრელი ღმერთთან კავშირისა. ხოლო აი ეს ხელები, ანუ ზემოთ და ქვემოთ, ნიშნავს, რომ ის რაც არის ზემოთ, არის ქვემოთ. რას ნიშნავს? ის რაც არის ჩემს გონებაში, მატერიალიზდება. ესმით, ანუ ჩემი ფიქრები მატერიალურია. ანუ ეს არის უდიდესი მანიფესტატორი, ანუ თუ გინდათ რომ რაღაცის მატერიალიზაცია გააკეთოთ, ყველაზე უმოკლესი გზა რომ ეს მოახდინოთ, არის ის რომ თქვენ იყოთ მაგის ენერგიაში.
ანუ აქტიური მოქმედებით, აქტიური ფიქრით და რწმენით, რომ ეს ნამდვილად გამოგივათ. მასაც ვია თეთრი ტუნიკა, თეთრი საერთოდ სიწმინდის განსაზღვრელი ნიშანი არის და წითელი, მოსასხამი წითელი აქტიურობის ნიშანი, ანუ ცეცხლოვანი ნიშანია, ეგრე ვთქვათ, ცეცხლის ნიშანია. თავზე რვიანი რო აქვს ესეთი გადაბრუნებული, ეს არის ლიმნისკა და ეს არის მუდმივობის განსაზღვრელი კავშირი და ასევე იგივე მსგავსი რაღაცა აქვს, აი აქ ნახეთ, შეხედეთ, ქამრად აქვს მას გველი, რომელიც ჭამს საკუთარ თავს. ესეთი რაღაცა რეალური არ არსებობს ბუნებაში, გინდა იჯეროთ, გინდა რომ მოქვს ნანახი ინტერნეტ სივრცეში, გველი ჩაჭიდებულია თავის კუდს და არ ეშვება, საშინელი სანახავია, მაგრამ აი აქ ძალიან ბევრი ფილოსოფიებია ჩართული და ერთ-ერთი აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით ესეც ასევე მუდმივობის ნიშანი არის, ანუ ერთ წრეზე სიარულის ნიშანია. გველი საერთოდ აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით არის სიბრძნის ნიშანი და არა ეშმაკის ნიშანი და ნუ აი ამ ტაროს კარტებშიც ასევე ძალიან ჭარბობს აღმოსავლური ფილოსოფია. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ხდება მუდმივად და ყველაფერი მეორდება. და ეს მაგით თავისი ფუნქციების შესასრულებლად მუდმივად იმეორებს ერთი და იგივე მოქმედებებს. ანუ მე ვთქვი უკვე ერთ-ერთი ენერგია, მაგის ენერგია უკვე აგიხწერეთ დავუშვათ მე რო ვისწავლე ინგლისური და მუდმივად ანუ ყოველ დღე ვიმეორებდი ფაქტიურად ერთი და იგივე საქმიანობას, ანუ სწავლობდი ენას, მუდმივად ვსწავლობდი. ანუ აი აქ მაგი მზად არის თავისი მოქმედებები გაიმეოროს, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებით პირიქით. საერთოდ, როდესაც თქვენ ხედავთ მცენარეებს, კარწზე და ყვავილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არის ძალიან შემოქმედებითი. მაგი ძალიან დიდი შემოქმედების უნარით არის დაჯილდოებული, ძალიან გამომგონებელია. და მას მაგიდაზე აქვს 4 სტიქია, 4 სტიქიის გამოსახველი ნიშანი, ანუ პენტაკლი, მიწის სტიქიის გამოსახველი ნიშანი, გრძნობის სტიქიის გამოსახველი ნიშანი არის თასი, კვერთხი არის ცეცხლის სტიქიის გამოსახველი ნიშანი და ფიქრების სტიქიის გამოსახველი ნიშანი არის ხმალი. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რომ მივახციოთ იმას, რაც ჩვენ გვინდა, აუცილებლად ეს 4 ელემენტი, 4 ნიშანი უნდა იყოს ჩვენს ხელთ. ანუ ეს არის ჩვენი ფიქრები, ანუ ფიქრებითაც უნდა ვიყოთ ჩვენს მიზანთან, ემოციებით უნდა ვიყოთ აუცილებლად ჩვენს მიზანთან, უნდა ვიყოთ მოქმედებებით და ფიზიკურადაც უნდა ვიყოთ ჩვენს მიზანთან. ანუ თუ რაღაცის მიღწევა გინდა ამ ცხოვრებაში, ზოგჯერ იძულებული ხარ, რომ ფიზიკურად ანუ გადადგა ასევე რაღაც გარკვეული ნაბიჯები, მხოლოდ გონებრივი მუშაობა ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ეხლა ზოგადად ჩანს, რომ რახან მას თეთრი ფერი აცვია, მისი მიზნები არის უმეტესად დადებითი. მაგრამ ზოგჯერ არსებობს ისეთი შემთხვევა, ტაროს კარტის უარყოფითი მხარე, მაგის უარყოფითი მხარე, ან გადმოტრიალებული კარტი, ხო? ანუ ზოგჯერ არსებობს, რომ კარტი გადმოტრიალებული სახით ამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უდევს მაგიდაზე 4 ელემენტი, ეგრე ვთქვათ, არ ფლობს 4-ვე ელემენტს, მაგრამ შეიძლება კონდეს რაღაც გარკვეული იდეა ან რაღაც გარკვეული მიზნები. ანუ არ მთლიანად არ არის თავის ფიქრებში ჩართული მოქმედებებით რა და შესაბამისად სხვა ადამიანს ასრულებს. ანუ შეიძლება რაღაცას შეპირდეს, რომ ამას გავაკეთებ, ამას ვაკეთებ და ასე შემდეგ და მისი რეალურად დაპირებები აღმოჩნდება აბსოლუტური ტყუილი. ეხლა ნახეთ რა ხდება მეორე უარყოფითი თვისება რა არის. ეს არის მთლიანად მამაკაცური ენერგია. მამაკაცური ენერგია მოკლებული არის ემოციას. შესაბამისად მისთვის უცნობი არის რა სიყვარული. ეხლა ნებისმიერად ბუნებაში, ნებისმიერ შემთხვევაში ხო არ არსებობს მხოლოდ მამაკაცური ენერგიის მატარებელი მამაკაცები. სადაც მამაკაცური ენერგია, იქვე არის ქალური ენერგია, ხო? ნებისმიერ მამაკაცს აქვს ემოციები. მაგრამ თუ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მოვლენები, რომ მან რაღაცა დაკარგა ემოციები, ანუ მძიმე ბავშვობის დროს, აი ცოტა ფსიქოლოგიაში წავიდეთ რა, ანუ მძიმე ბავშვობის გამო ან რაღაცა ვითარების გამო უარი თქვა ემოციებზე, ეს მაგი შეიძლება გამოვიდეს საკმაოდ სასტიკი ადამიანი. გესმით? ანუ, იმიტომ რომ შეიძლება კონდეს რაღაცა გარკვეული მიზანი, სხვა ადამიანებს საერთოდ არ ითვალისწინებდეს და საკმაოდ შეიძლება არასამართლიანად თამაშობდეს თავის თამაშს. შეიძლება გამოვიდეს ფაქტურად როგორც ფსიქოპატი.
აი ეს არის მისი ორი უარყოფითი მხარე. თორე ზოგადად კარტი უმეტეს შემთხვევაში თუ ნეგატიური არ არის მის გვერდით არანაირად სხვა კარტები, ესე ნეგატიური არ არის ეს შემთხვევით ხელში შემოხვდა. ანუ ნეგატიური თუ არ არის სხვა კარტები გარშემო და ასე შემდეგ, მაგი უმეტესად არის დადებითი პერსონაჟი. კიდე რისი თქვა შეიძლება, ხო თვითონ ადამიანი როგორი არის? ანუ ნებისმიერი კარტი შეიძლება გამოვიდეს ადამიანის სახით, შეიძლება ამოვიდეს ფსიქოემოციური მდგომარეობა და შეიძლება ამოვიდეს რაღაც სიტუაციური მდგომარეობა. როგორი არის ახლა ეს ადამიანი? ადამიანი, რა თქმა უნდა, ძალიან მიზანდასახული არის, ძალიან საქმიანია, რაც უნდა იმას გააკეთებს. სამსახურში ეს არის არაჩვეულებრივი თანამშრომელი. თუ ყავთ მაგი, დარწმუნებული იყავით, რომ აი უბრალოდ იდეალური ადამიანი აიყვანეთ. ეს არის არაჩვეულებრივი უფროსი, თუმცა შეიძლება იყოს ისეთი უფროსი, რომელიც მაინდა-მაინც არ ითვალისწინებს თქვენს პირად საჭიროებებს. ანუ თუ ხშირად დაეთხოვებით და ასე შემდეგ, შეიძლება უბრალოდ დაკარგოთ სამსახური, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის თავარია საქმე. როგორი არის ახლა ეს ადამიანი, როგორც საყვარელი და როგორც ოჯახში და ასე შემდეგ. საერთოდ მაგის ყოლას გვერდით როგორც შეყვარებულის ყოლას, ანუ ქრის ყოლას მე პირადად არავის არ ურჩევდი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მიმართული არის ძირითადად საქმისკენ. ამასთან ის არის ინდივიდუალისტი. გესმით, ანუ მას პირველ რიგში გათვალისწინებული აქვს საკუთარი სურვილები. საერთოდ იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიოთ ცხოვრებაში, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სურვილები. თუ თქვენ გაფატეთ თქვენი ენერგია და გააკეთეთ ის, რაც უნდა თქვენ მშობლებს, თქვენს მეუღლეს, იმას, ვერასოდეს ვერ მიაღწევთ იმას, რაც თქვენ გინდათ რეალურად თქვენ. ეს ადამიანი ძალიან ინდივიდუალისტია და თუ ამ ადამიანთან შექმნით ოჯახს, ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ოჯახში იქნება ორი სხვადასხვა ინდივიდი ცალკეული, თქვენ ცალკე და მაგი ცალკე. მაგი არაფერს არ გააკეთებს და არაფერს არ დათმობს თქვენი თავის გამო. გესმით? უყვარხართ თუ არა ამ ადამიანს, ანუ ამოვიდა ეს კარტი, უყვართ თუ არა ამ ადამიანს და ბუხ ამოვიდა მაგი. ძალიან წუხვარ, მაგრამ არა. მაგრამ ნამდვილად უნდიხართ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან მიზანდასახულია, რაც უნდა იმას აღწევს, ემოციები არ აქვს, შესაბამისად არ უყვარხართ, მაგრამ უნდიხართ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენთან მიმართებაში არ დაწყდანება, სანამ იმას არ მიაღწევს, რაც უნდა ნამდვილად. შეიძლება ადამიანი მოდიოდეს თქვენთან რაღაცა გარკვეული წინადადებით. ხო, ну, როგორც მეუღლე ვთქვი, ცოტაოდენი ეგოიზმი ახასიათებს მაგს. თანამშრომელი კარგია, ფული ყოველთვის აქვს. ანუ ყველა რესურსი მის ხელშია და შესაბამისად ფული აქვს. გამომივა თუ არა რაღაცა საქმე კი, რა თქმა უნდა, გამოგივათ, იმოქმედეთ. ყველა რესურსი თქვენს ხელშია, იმოქმედეთ აქტიურად და სამყაროს თქვენს მხარეს არის. კიდე რისი თქმა მინდოდა, ეს მაგი არის აუცილებლად ექსტრავერტი. მაგი აუცილებლად ყველა სიტუაციაში ძალიან ბევრს ილაპარაკებს, ესენი არიან არაჩვეულებრივი ორატორები, ესენი არიან არაჩვეულებრივი მეცნიერები, არაჩვეულებრივი გამომგონებლები. შეიძლება იყვნენ ექიმები, შეიძლება იყვნენ ძალიან კარგი ქირურგები და ზუსტი საგნები და ზუსტი მეცნიერებები ხელეწიფებად. მათთვის ახლო არის ლოგიკა. ანუ უფრო ტვინის ლოგიკური ნაწილი უმუშავებთ, ეგრეთ ვთქვათ, შეიძლება მათემატიკა და ესე ვთქვათ, ზუსტი მეცნიერებები უფრო იზიდავთ. ეხლა რაც შეეხება ქალბატონს, ეს ქალბატონი არის მთლიანად ემოციებში. მოდით განვიხილოთ რა არის ამ კარტზე. ანუ თვითონ კარტის ფერი არის ლურჯი, საერთოდ ლურჯი ფერი, ესეთი ცისფერი ფერი ნიშნავს ემოციებს და ის არის წყლის სტიქიის მატარებელი. ანუ მთლიანად ემოციური, აბსოლუტურად ემოციური პერსონაჟი არის. ასევე ის თავისი ენერგიით ახლოს არის მთვარესთან, მთვარე აბსოლუტურად მე მგონი რამდენთაც მე ვიცნობ, რამდენ ენასაც მე ვიცნობ, არის მდედრობითი სქესის, ანუ ქალური ენერგიის მატარებელი და ეგრეთ ვთქვათ, ემოციასთან ასოცირდება და ხასიათის ცვლილებასთან და აი როგორც მთვარი არის ცვალებადი, ისევე ჩვენი ხასიათიც არის ცვალებადი და გარკვეულწილად ციკლური, იცით? ანუ ყოველთვის შეუძლებელია რომ იყო ადამიანი კარგ ხასიათზე დასვენებელი და ასე შემდეგ. ზოგჯერ სურვილია რომ გადახვიდეთ ზოგჯერ აქტიურ ფაზაში და ასე შემდეგ. აი სწორედ ეს ციკლურობა
და თვითონ ჩვენი ხასიათის და გრძნობების ეს ციკლური მხარე გამოხატული არის ამ ქალბატონის ქუდით. მასზე გამოსახულია მთვარის 3 ფაზა, ანუ 2 ცალი ნახევარმთვარე აქედან და იქედან და შუაში ერთი მთლიანი მთვარე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ემოციები არის ციკლური ხასიათის. ეს ქალბატონი არის შემოსილი ცისფერი სამოსით, დაკვირდით, რომ ეს სამოსი ფარავს მას მთლიანად, თითქმის, ანუ ჩანს მხოლოდ ხელის ნაწილი, ხელი და სახე რა თქმა უნდა, და ხელში აქვს თორა, რაც ნიშნავს ახლა თორა. თორა იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის მატარებელი ღვთიური ცოდნის, ამიტომაც ქვია ქურუმი ქალი, ხო? ანუ მას აქვს ცოდნა სამყაროს შექმნის შესახებ და ამ ინფორმაციას გარკვეულწილად მალავს, ანუ თავისთვის ინახავს. ანუ მაგი მაინდა-მაინც არ არის წინააღმდეგი, რომ ilaparaqos, აი ეს გაგიგიათ, აი ხშირად გინახეთ ადამიანები რომ ლაპარაკავენ თავით პროექტს, იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, იმას მივღწევა, ამას მივღწევა, ეს მაგის ენერგია არის. როცა საჭიროა, მაგით ჩუმად არის. და ეს ქალი კიდე უმეტესად ჩუმად არის, იცით, მას რაღაცა ჩაფიქრებული აქვს და აი რომ ამბობენ რომ ყველაზე სანუკვარი ფიქრები თქვენი არ უნდა გასცეთ, აი ეს ქალი არის ამისი მატარებელი. ნაწილობრივად ცოდნასაც მალავს სამყაროს შესახებ. რატომ არის ცოდნის დამალვა საჭირო? ისევ და ისევ რომ არ მოხდეს ენერგიათა კონფლიქტი. ანუ თუ თქვენ გჯერათ რომ სამყარო თქვენს მხარეს არის და ღმერთი თქვენს მხარეს არის და ვიღაცა თქვენი მეგობარი, რომელსაც ამას უყვებით, არ იზიარებს იგივე ცოდნას, მან შეიძლება უბრალოდ გადაგარწმუნოთ. გესმით? და აგირიოთ თავგზა. ამიტომ თქვენს თავს, თქვენს გონებას ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც უსანუკვარეს მარგალით. კიდევ მისთვის არ არის უცხო კომპრომისი. ანუ თუ მაგი იყო აბსოლუტურად თუ კომპრომისო, ანუ ხედავ მიზანს და ვერ ხედავ წინააღმდეგობას, ამ ქალისთვის კომპრომისი უკვე მისაღებია. ანუ რეალურად ის ზის ორ სვეტს შორის, ერთი არის იახიმი და მეორე ბოასი, ეს არის ორი ღმერთი, რომელთაგანაც იახიმი არის დადებითი და ბოასი არის უარყოფითი ღმერთი, ანუ დადებითსა და უარყოფით სვეტს შორის ზის. და მან იცის, რომ სიმართლე არის არა ერთ მხარეს და მეორე მხარეს, ანუ სიმართლე არის ყოველთვის სადღაც შუაში. მე გამითავდა მეხსიერება, მაგრამ გავაგზელებ საუბარს, ხო და უბრალოდ დავდებ სურათს. ანუ აი ეს დადებითი და უარყოფითი მხარე, ანუ კეთილი და ბოროტი, თეთრი სვეტი და შავი სვეტი, არის მოსული ჰერმეტიზმის ერთ-ერთი პრინციპიდან. ჰერმეტიზმის შესახებ მე ჩაწერილი მაქვს ვიდეო, მას ქვია საიდან იცის ტაროს კარტმა ინფორმაცია თქვენ შესახებ, ჰერმეტიზმის 7 პრინციპი. და ეს დაფუძნებულია ყველაფერი ერთ-ერთ პრინციპზე, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე, არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, არ არსებობს აბსოლუტური სიმხდალი, არ არსებობს აბსოლუტური სიმამაცე და რომ სიმართლე ყოველთვის არის სადღაც შუაში. თუ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად გადახრილები რომელიმე მხარეს, გესმით? ეს უკვე იქნება არასწორი. აი შემიძლია მაგალითად მოვიყვანო სიკეთე. სიკეთე თვითონ არის დადებითი ელემენტი, ხო? მაგრამ როდესაც თქვენ ხართ კეთილი აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ამ სიკეთეს არც იმსახურებს, ან თუნდაც ბოროტი ადამიანების მიმართ, ხო? ანუ თქვენ ფაქტურად თქვენი სიკეთით ეხმარებით ბოროტ ადამიანებს, თქვენ რეალურად ყვებავთ ბოროტებას. ანუ ყველაფერში საჭირო არის ზომა და წონა. და ეს ამ ქალბატონმა მშვენივრად იცის, ამიტომ მისთვის ცნობილი არის დიპლომატია, ის არის ბრძენი ქალი, ნამდვილად რომ ბრძენი ქალი და მაგისგან განსხვავებით ის არასოდეს არ ემხრობა რაღაც გარკვეულ მოსაზრებას. კიდევ ერთი თვისება, რაც ამ ქალბატონს ახასიათებს, არის ის, რომ მას შეუძლია დალოდება. ანუ დალოდება შეუძლებელი იქნებოდა რეალურად თქვენ, რომ არ გქონოდათ გარკვეული ცოდნა, რომ რაღაცა გადაწყდება პოზიტიურად, რომ დალოდება ამად ღირს, გესმით? ანუ თუ თქვენ არ იცით რას ელოდებით და თუ თქვენ არ გჯერათ, რომ რასაც თქვენ ელოდებით რეალურად მალე მოვა, რეალურად დალოდებას არ აქვს აზრი, ხო?
ამ ქალბატონს აქვს ეს ცოდნა, ისტორიით ის ფაქტი, რომ მას თორა უჭირავს ხელში, მეტყოლებს იმაზე, რომ მას აქვს ცოდნა სამყაროს შესახებ და მან იცის, რომ ყველაფერი, რაც მან ჩაუთქვა, ყველაფერი, რაც მას სურს საკუთარი თავისთვის, ადრე თუ გვიან მატერიალიზდება და მატერიალიზდება საჭირო დროს. გესმით? ანუ თუ მაგი თვითონ გადაწყვიტავს თავისი აქტიურობით, აი აქტიური ფიქრებით, რომ აი მალე მოიზიდოს ეს ინფორმაცია და აქტიური მოქმედებებით, ხო? ანუ ხალხი არისებობს, რომლებიც უფრო ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ფული მიიღონ, რაც შეიძლება მალე. აი ეს თლიანად მაგის რეჟიმია. ხოლო ჩვენი ქალბატონი უმაღლესი ქურუმი პირიქით ირჩევს პასიურ გზას და ირჩევს იმ გზას, რომლის მიხედვითაც ღმერთმა იცის უკვე, როდის იქნება ყოველი მისი ოცნების მატერიალიზაცია საჭირო, ან როდის იქნება საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში მატერიალიზდეს და მას აქვს ძალიან დიდი რწმენა. ეხლა რა, თუ ეს ქალბატონი ამოდის, რა შეიძლება ნიშნავდეს კარჩი? ანუ ძალიან უცნაურია ეს ქალბატონი, იმიტომ რომ შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ბევრნაირ ქალბატონს. შეიძლება ნიშნავდეს უბრალოდ ქალიშვილს, ანუ დაფარული არის, ეგრეთ ვთქვათ, ინტრავერტია, უფრთხილდება თავის თავს. შეიძლება ნიშნავდეს ასევე საყვარელს, იმიტომ რომ ასევე ის დაფარულია, ეგრეთ ვთქვათ. ამასთან ის ხშირად ამოდის ისეთი საყვარელის როლში, რომელსაც არ უნდა რომ იყოს გაცხადებული, რომელიც ამჯობინებს რომ იყოს ეგრეთ ვთქვათ ჩრდილში და ითამაშოს მხოლოდ და მხოლოდ საყვარლის როლი. და შეიძლება ეს ნიშნავდეს უბრალოდ ბებიას, ბრძენ ბებიას, რომელიც საჭირო დროს მოგცემს ძალიან საჭირო რჩევას. გესმით, აი ესეთი ეგრეთ ვთქვათ ტრანსფორმაციის უნარის მქონე ქალბატონი არის. ძალიან ხშირად, როგორც თქვი, ეს ნიშნავს ბრძენ ადამიანს, ძალიან ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ რაღაც საჭირო რჩევას, საჭირო დროს. ძალიან ხშირად ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, თქვენ უნდა იფიქროთ თუ რა გინდათ თქვენ უნდა იოცნებოთ, რაც შეიძლება ბევრი, თქვენ უნდა დაისვენოთ და მიიღოთ ცხოვრებაში ცოტაოდენ პასიური პოზიცია, ეგრე ვთქვათ, თქვენ უნდა დაელოდოთ იმას, რაც მოხდება. ანუ თუ მაგი თვითონ აქტიურად ეძებს იმას, რისი ძებნაც სჭირდება, აი უკვე ეს ქალბატონი ელოდება, როდის იპოვნიან მას, გესმის, როდის იპოვის მას ბედი. აი ხო უცებ გამახსენდა ესეთი ფაქტი, რომ როგორ ქორწინებოდნენ თუნდაც საქართველოში, თუნდაც აი რა ვიცი მე-19-18 საუკუნეში, წინა საუკუნეებში, ხო? დაუშვათ მამაკაცი ნახულობდა ქალს, რაღაც გარკვეულ ან წვეულებაზე ან ქორწილში ასე შემდეგ, მოხიბლული იყო მისი სილამაზით, მჭერმეტყველებით და ასე შემდეგ და მიდიოდა, მამაკაცი მიდიოდა, ხო, მეზობელ სოფელში და ითხოვდა ქალის ხელს. გესმით, ანუ მამაკაცი თავისი აქტიური პოზიციით, მთლიანად მაგის როლში მიდის გარკვეული წინადადებით, გარკვეული შემოთავაზებით ქალბატონთან, ხო? ხოლო ქალს ქონდა პასიური პოზიცია, ის უბრალოდ იყო სახლში, დაკავებული იყო ხელსაქმით და ელოდებოდა, როდის წაიყვანდნენ მეუღლეთ, ხო? მერე კიდე ესეთი ფაქტი, რომ მამაკაც მიყავდა ქალი საკუთარ სახლში. რატო? იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ძნელია დატოვო ის სიტუაცია, რომელსაც მიჩვეული ხარ. ძალიან ძნელია რეალურად, ეს მარტო ქალს შეუძლია, მე მგონი ბევრი მამაკაც ესეთი რაღაცის გაკეთება არ შეუძლია. დავუშვათ დატოვოს თავისი სახლი, სადაც ფაქტიურად სახლში, ანუ თავს გრძნობს დიასახლისა და შევიდეს რომელიმე სხვა ოჯახში. ხო, ანუ მით უმეტეს ქალები ამ დროს შედიოდნენ სხვა ოჯახში, ხო? ჩვენთან თანამედროვეობაშიც არის ესეთი ტერმინი, რომ ჩემს ოჯახში ისეთი პატერძალი შემოვიდა. დავუშვათ შეიძლება დედამთილმა თქვას ამ პატერძალზე. და ანუ რეალურად ქალი შედის სხვა ოჯახში, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ბუნებაში დევს კომპრომისი, აი რამდენადაც ის ზის აი ამ ამ ორ ბოძს შორის, დადებისა და უარყოფით ბოძს შორის შუაში, იმისთვის უკვე ნაცნობი არა ის რა არის კომპრომისი და მას შეუძლია ცოტა არ იყოს, შეიცვალოს თავისი ჩვევები, თვისებები და ასე შემდეგ და შეეწყოს იმ სიტუაციას, რომელშიც ის შევა. ეს ქალბატონი საკმაოდ შემოქმედია, ეს ქალბატონი არის ტაროლოგების მფარველი, თუ ამოგივიდათ ეს ქალბატონი შეიძლება ეს გულისხმობდეს იმას, რომ თქვენზე გაკეთებული არის ჯადო, სხვათა შორის მაგიც თუ ამოვიდა,
შეიძლება ისიც ნიშნავდეს იმას, რომ თქვენზე გაკეთებული არის ჯადო. მაგრამ მინდა გითხრათ ზოგადად ხალხს საერთოდ ეშინია ძალიან ჯადოსი, მაგრამ რამდენადაც თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას, თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას თქვენი ფიქრებით, ხო? რეალურად ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ შეძლებს თქვენს ცხოვრებაში შეიტანოს ცვლილება, თუ მან ვერ მოახდინა თქვენს გონებაზე ზეგავლენა, ანუ თუ მან შეცვალა თქვენი ფიქრები, ანუ რაღაც манипуляცია გაკეთებინათ და ფიქრები შეგაცვლებინათ, აი უკვე იმ ადამიანს შესწევს ძალი, რომ შეცვალოს თქვენი ბედი. გესმით? ხოლო თუ ადამიანმა თქვენი ფიქრები ვერ შეცვალა, ვერანაირი ჯადო და ვერანაირი სხვისი აზრი, თუ თქვენ რეალურად არც კი იცით აი სხვისი აზრის შესახებ ყურადღებას არ აქცევთ არავის, თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდეს. ანუ ჯადო ისეთი ელემენტია, თუ თქვენ რეალურად იცით, რომ ვიღაცა გიკეთებთ ჯადოს, ან ეჭვი გაქვთ, ან გეშინიათ და სულ ელოდებით რაღაცა ცუდს, მაშინ სავარაუდოდ ეს ჯადო მართლაც მატერიალიზდება თქვენ ცხოვრებაში, ცუდი თვალსაზრისით, ხო? ჯადო ცუდია, ეგრევე ვთქვათ, არ არის პოზიტიური. ლოცვა პოზიტიური ენერგიის გაგზავნა, ხო? ჯადო უარყოფითი ენერგიის გაგზავნა არის. ხოლო თუ თქვენ ამის შესახებ არც იცით, ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ვიდრას ფიქრობს და თქვენ საქმეს აკეთებთ და ხართ კარგ ხასიათზე, გაქვთ დადებითი ფიქრები, გაქვთ იმედები თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში იქნება კარგად. მიუხედავად იმისა, მთელი დედამიწა რო უარყოფითად ფიქრობდეს თქვენზე, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ რას ფიქრობთ თქვენზე, გესმით? აი ამას აქვს ერთადერთი რეალური მნიშვნელობა. ამიტომ მე ზოგადად, როდესაც ხალხს ვუშლი ამ კარს და ვეუბნები, რომ თქვენზე შეიძლება გაკეთებული იყოს ჯადო, აუცილებლად ვეკითხები, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, გეშინიათ ამისი და ასე შემდეგ და აუცილებლად ვუცხადებ აი ამ თეორიას, იმიტომ რომ რატო უნდა შევაშინო ადამიანი ტყუილა, ხო? და თან ვცდილობ, რომ ვასწავლო ეს ორი ეგრევე ვთქვათ ელემენტი, რომლითაც მას შეუძლია მართოს თავისი ცხოვრება, ანუ რეალურად მამაკაცური ენერგიით და შეუძლია ქალური ენერგიით ყველა ადამიანს მართოს თავისი ცხოვრება. ხო, როგორც თქვი, ეს ადამიანი არის ძალიან შემოქმედებითი, საერთოდ შემოქმედებითი ადამიანები ყოველთვის ეძებენ რაღაც მუზას. აი რა არის მუზა? მუზა არაფერი არ არის, გარდა განწყობისა, გარდა ემოციისა, რომ დაუშვათ მიიღო ინსპირაცია და დაუშვათ დაწერო ლექსი, დაწერო წიგნი და ასე შემდეგ. და აი ეს მუზა ფაქტიურად არის კარხასიათზე ყოფნა, დადებითი ფიქრები, შეიძლება სხვა ადამიანი იყოს თქვენი მუზა, ანუ სხვა ადამიანი, რომელსაც თქვენ ეტრფით ან გიყვართ და რომელიც თქვენ ემოციებზე ახდენს დადებით გავლენას, ძალიან დიდი შანსია, რომ იყოს თქვენი მუზა, ანუ გადაგიყვანოთ აი ამ ტალღაზე. სხვა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მას ეწვია ინსპირაცია, ანუ მან კი არ გამოიგონა რაღაც, არამედ მას ეწვია ინსპირაცია. ერთხელ უსმენდი YouTube-ზე საუბრობდა ადამიანი, რომელიც იყო მუსიკოსი პრინცთან ერთად. პრინცი მუსიკოსი ხო გაგიგიათ? მაიკლ ჯექსონი და პრინცი დაახლოებით ერთ დროს მოღვაწეობდნენ და პრინცი თურმე ღამის 3 საათზე კრებდა თავის ჯგუფს, ანუ აყენებდა საწოლებიდან დრო, როდესაც რაღაცა იდეა ჰქონდა მუსიკის შესახებ, ეს მუსიკა სასწრაფოდ ჩაეწერათ და როდესაც ეს ჯგუფის წევრები ეუბნებოდნენ, რომ რა აუცილებელია ჩვენი ღამის 3 საათზე აყენება დავიცადოთ დილის 8 საათამდე, ეს პრინცი ამბობდა, რომ თუ მე ეხლა ეს მუსიკა დროზე არ ჩავწერე, მაშინ მაიკლ ჯექსონი ჩამოტვირთავსო. წარმოგიდგენიათ? მას ეგონა, რომ აი ამ მუსიკას ის ტვირთავდა და მართლა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ესეთი შეგრძნება, რომლებიც არიან შემოქმედებაში. ხომ, კიდე რა მინდოდა მეთქვა. უარყოფითი მხარე ამ ქალბატონის რა არის? უარყოფითი მხარე არის ის, რომ მას შეუძლია იყოს ძალიან პასიური, უსასრულოდ შეიძლება ელოდოს თავის საქმეს და არ იყოს მოსუნე, რომ გადადგას გარკვეული ნაბიჯი. კიდევ უარყოფითი ის არის, რომ იშილება რეალურად ამოვიდეს საყვარელის როლში, თუ გარშემო არის ცოტათი საეჭვო კარტები, ამ ქალისთვის არის ძალიან დამახასიათებელი. ხო, კიდე რა მინდოდა მეთქვა, რომ ეს ქალბატონი არის ძალიან სექსუალური, ეს ქალბატონი არის ძალიან იდუმალი, ინტრავერტი, იდუმალი, საკუთარ თავზე დამოკიდებული, ინდივიდუალისტი, აი ორივე არკანი, რომელიც მე დღეს ავხსენი, მაგიც და ეს ქალბატონი, უმაღლესი ქურუმიც არის ინდივიდუალისტი.
მათ არ ჭირდება სხვა ადამიანი იმისთვის, რომ აიმაღლოს თვითშეფასება. ისინი მთლიანად დამოკიდებულები არიან საკუთარ თვითშეფასებაზე, საკუთარ თავზე, მათ სჯერათ საკუთარი თავის და რეალურად ორივე მათგანს შეუძლია მარტო ცხოვრებაც კი. და გარკვეულწილად ეს იდუმალება ზოგადად აღიქმება როგორც სექსუალურობა. მე კიდე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო ორივე კარტაზე, საერთოდ უსაზღვროდ შემიძლია თითოეულ კარტაზე საუბარი, მაგრამ მე მგონი რაღაც ეტაპზე უნდა შევჩერდე. კიდე მინდოდა ძალიან რომ ზოგადად შემომეთავაზებინა თქვენთვის ორი სიმღერა, ორი მელოდია, რომელიც უკეთესად დაგეხმარებოდათ, გაგეგოთ ეს ორი კარტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი კარტი. ანუ ძალიან ბევრი ვიფიქრე და მაგისთვის შევარჩიე სიმღერა, ეს არის Blondie's Atomic. თუ გინდათ ნახეთ, თუ გინდათ link ჩაგიგდებთ description box-ში. Blondie's Atomic. ხოლო უმაღლესი ქურუმი ქალისთვის კიდე შევარჩიე Enigma's Sadness. ძალიან საოცარია ეს ატომიკ არის ძალიან ენერგეტიკული და არ ჩერდება და ეს რითმი მუდმივად მეორდება და აი ეს თვითონ მეორე მელოდია Sadness არის ძალიან იდუმალი და ამასთანავე ძალიან სექსუალური და იმედია რომ ეს დაგეხმარებათ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, იმედია თავი არ შეგაწყინეთ, იმედია დაგეხმარეთ და რეგისტრირდით ამ არხზე. თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია ნინო და შევეცდები შემდეგი ვიდეო ძალიან მალე გამოუშვათ. კარგად ბრძანდებოდეთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოდ. კარგად.